გვიან საღამომშვიდობის ხალხი. 11-ია ზუსტად 2 წუთი აკლია და დასაძინებლად შემოვედით მე და ნინო. მაგრამ რატომღაც მომინდა ვიდეოს ჩაწერა. ოღონდ ეს ვიდეო იქნება წამის შევალ იმაში რომ ვიპოვო. ეს ვიდეო იქნება იმ კომენტარებზე რომელიც ჩავწერე იქით რემონტიან ოთახში, როდესაც გავხდით 10,000 კაცი, 10,000 გამომწერი. ეს ამ თემასთან დაკავშირებით მინდა კიდე ერთი ვიდეო ჩავწერო თუ როგორ მოველით აქამდე, უბრალოდ როგორ მოვიდა არხი აქამდე. და მანამდე მინდა რომ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარები წავიკითხო. ეს იყო ივანეს გაფრენის შემდეგ, აი. რეკლამა გავიდა ჩემს არხზე. ამიტომ დავტოვოთ, რადგან რეკლამა იხდის ფულს, რეკლამა მიხდის ფულს. ახლა დავაპაუზებ. აქაც ეს მაიკამაცვია. მინდა რომ ყველა კომენტარი, აქამდეც რატომ ავწერდი ამ ვიდეოს, ამ კომენტარებს წაკითხვას, იმიტომ რომ ყოველ დღე, 2 დღეში ერთხელ ამ ვიდეოზე კომენტარი იწერებოდა და მინდოდა რომ დაგროვილიყო, ბარემ რომ ვიდეოს ჩავწერდი, უკვე ან კომენტარების წერა ყოფილიყო გაჩერებული, რომ სხვას გული არ დაწყდებოდა, თქვათ და ვიდეოს ჩავწერდი, მე რომ დაიდებოდა კომენტარი და ვერ მოხდებოდა, ჩემთვისაც გულდასაწყვეტი იქნებოდა, იმიტომ რომ ამ წუთას არსებული კომენტარები არის გაჩერებული, ანუ 2 დღეა აღარაფერი დამატებულა და ვფიქრობ, რომ ეხლა შემიძლია ჩავწერო. 10,000-ნი რო გავხდით, მაშინ ჩავწერ ეს ვიდეო და მასთან დაკავშირებული კომენტარები არის ეხლა და წავიკითხოთ. ნონა თოდა ასე წერია. ან როგორც წერია ჩემთან როგორც ჩანს, მასე წავიკითხე. მანანა, შენი ყველაზე დიდი პლუსია და რაც მე უზომოდ მომწონს, ბუნებრივობა. არც ლაპარაკში ხარ ხელოვნური და არც საქციელში. მადლობა ნონა დიდი. მე ბევრჯერ მითქვია, რომ ან თუ რაღაცა შევატყობთ მეთქი, ბევრი რაღაცა შენიშვნაც მოგიციათ, გამითვალისწინებია, რა თქმა უნდა. მაგით თქვენც იჯერებთ ხოლმე და თქვენც იგებთ იმას, რომ ან თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვითვალისწინებ, რა თქმა უნდა, ეხლა ყველას ვერ გაითვალისწინებ, რომ შეიძლება რაღაცა შენთვის მისაღებია, რაღაცა არ არის მისაღები და ბევრჯერ მითქვია, რომ ოდესაც შეამჩნევთ, რომ რაღაცა გადაუხვიე ჩემ არსებულ მიმავალ გზას YouTube-ზე, შემახსენეთ, რომ ანუ მანანა რაღაცა ცხვირი აგებზიკა და დაბრუნდი. მადლობა ნონა. ია დუმბაძე. გამარჯობა მანანა, გიყურებ მუდმივად და დაგალაიქე, იმიტომ რომ მომწონს შენი ბუნებრივობა. არაფერი ზედმეტი რომ არ არის. ხარის ვინც ხარ, შეიძლება ერთხელ მიყურებია ვიღაცაზე, მაგრამ მეტი სურვილი არ გამჩენია, ან საუბრის გამო, ან აზრის, ან ჩაცმულობის, არც გამომიწერი, ამიტომ მადლობ შენ რომ გვახალისებ და გვილამაზებ ცხოვრებას. ია, მადლობა შენ დიდი. პანორამა ლუბლიანა. თქვენ ხართ საუკეთესო ოჯახი. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლობა. ეკატერინე ჩიხრაძე, ალბათ. თუ შეცდომით წავიკითხე ბოდიში. გილოცვა მანანა უამრავი წარმატებები შენ და შენს ლამაზ ოჯახს. მიხარია თქვენი წინსვლა. მადლობა. მარეხი ხარაზიშვილი. გამარჯობა. ძალიან მაგარია გილოცავ რემონტის დაწყებას და ყველა შენი ოცნებების ასრულებას. ერთდროულად დაერთვა 1000 კაცი და ნინო. 1000 კი არა, 10,000 გამომწერი და რემონტის დაწყება. ფატი მიქელაძე. წარმატებები და ოცნების ასრულება საუკეთესო დედას, მეუღლეს და ოჯახის დიასახლისო. მადლობა ფატი. თამრიკო ასანიშვილი. წინსვლას გისურვებ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თათია მეგუთნიშვილი.
წლებია გიყურებ მანჩო, ოჯახის წევრით ყავხარ უკვე. მადლობა. მასაჟისტ რეაბილიტატორი. მადლობა შენ, რომ ხარ ისეთი, როგორიც ხარ. მადლობა შენ. დარეჯან ჯიქია. ყველა ვიდეოს უყურებ, მაგრამ კომებს ხშირად არ ვწერ. ცა მოკლედ წერია. გავხსნათ. მთელი ოჯახი მიყვარხართ, ნამდვილად სამაგალითოები ხართ, იხარ და იბედნიერებთ, რასაც ჩაიფიქრეთ, ყველაფერი აქსულებოდეთ თქვენ ამას სიმსახურეთ. მადლობა დიდი. პანორამა ლუბლიანა. გილოცავთ, მე გიყურებ თქვენ ტორტებში რომ მუშაობდი იქიდან ლალიო. დასამო. ხათუნა ჯიბლაძე. მანანა შენ დიდი მაყურებელი ვარ, მუდამ ველოდებ შენს ყველა ვიდეოს. ალბათ 3 წელი იქნება, რაც გიყურებ და ძალიან მიყვარხარ შენი იუმორი. მეც შენსავით ახობაძეების დედა ვარ. გიყურებ სამტრედიიდან, მოკითხვა სამტრედიას. გისურვებ წარმატებებს, გაიხარე შენი ლამაზი ოჯახით. გაიხარე, ხათუნა. ინა. ეხლა ვეძებე და ვერსად ვერ ვნახე ის ვიდეო, საიდან დავიწყე შენი ყურება. ემზადებოდი თბილისში ბაზრობაზე წასასვლელად, ალბათ წაშლილია. შენში არის სიკეთე და სილაღე, რომელმაც დადებითად მოხდავს ადამიანს. ეს არის ყველაზე დიდი ნიჭი, რაც იზიდავს ადამიანს შენში. ინა, მადლობა დიდი. არა, ვერ გავიგე ნეტა რატო წავშალე ვიდეო რაღაცა შეიძლება YouTube-მა გაჭედა და წამაშლებინა. თინა გიუნაშვილი. პირველი ათეულიდან გიყურებ ალბათ წარმატებები მახსოვხართ. გილოცავ მანანა შორენა ჩიხინაშვილი. გილოცავ მანანა 10,000 გამომწერს, მალე 100,000 მოგველოცოს. უამრავი წარმატებას გისურვებ შენს და შენს ლამაზ ოჯახს საუკეთესო ოჯახთან ერთად. მართლაც რომ საუკეთესოები ხარ, ძალიან მიყვარხარ შენი ყველა თვისები და ბუნებრივი. მადლობა. რო. სტიმული ხარ მანჩო ჩემი. თავიდან ვიყურებ და არ ვიცი რაღაც ძალას მაძლევ. მადლობა დიდი. ბოლოს მინდა ესეთ კომენტარებთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო მეც და ისეთ აგებშო. გილოცავ წარმატებები თქვენ ხართ საუკეთესო ადამიანი. ანა გელაშვილი, მადლობა. გილოცავ მანანა. ნუკრი ჩოგოვაძე. გილოცავ მანანა, გიმრავლოს უფალმა გამომწერი და კარგი მაყურებელი. სულ გიყურებ, მაგრამ სულ ვერ ვაკომენტარებ. მიყვარხარ ძალიან შენი ქმარშვილიანად, იხარე და იბედნიერებ. თამარა ზირაქაძე. გილოცავ, მილიონი გამომწერით, მალე მოგველოცოს, მადლობა. ნონა თოდა, კიდევ გილოცავ, უამრავ გამომწერს და მაყურებელს გისურვებ, საყვარელო მანანიკო. ნათია ზარიძე. წარმატებები ჩემო საუკეთესო გოგო, ფარადის უფალი შენ ტყუილ ოჯახთან ერთად. შორენა ბუთურიშვილი, თუ ბუთურიშვილი. სუპერ გოგო, ყველაფერი გიხდება. მადლობა. ნინო სოლოღაშვილი. გილოცავ მალე 100,000 მოგველოცოს. მერი ომარაშვილი. მიხარია მანანა შენი წარმატება. კიდევ გილოცავ. მადლობა რომ შენ ხარ ძალიან კარგი ადამიანი. საერთოდ მთელი ოჯახი კარგები ხართ. მე ვფიქრობ რომ უფრო მეც სიმსახურე ბევრი მიზეზის გამო. მიხარია რემონტი ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება და ვნახავ. მადლობა და აი რა ვიცი, ჯერ მარტო ჩამოვანგრიეთ და დრო არ აქვს რომ გააკეთოს ლაში, მაგრამ ერთ სულ მაქვს მეც ვნახავ. თათია. რა მაგარია გილოცავ. ნინო გერმანელი ნინო. გილოცავ მანანიკო, თქმა ადვილია და წარმოიდგინე რა რაოდენობაა, სუპერ. 10,000. კი. გილოცავ, სანამ წავიკითხავ, ანუ ეს არც მიფიქრია რომ ამ რიცხვამდე ავიდოდი, მართლა. გილოცავ მანჩო, წინსვლას და წარმატებას გისურვებ მთელი გულით. ქეთი კასრაძე. ნინოს ნაკსოვები. გამარჯობათ, გილოცავთ, უამრავ გამომწერს გისურვებთ. არც ერთი ვიდეო არ მაქვს გამოტოვებული, ყველას უყურებ, მაგრამ არ მიყვარს კომენტარის დაწერა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მე სულ გიყურებთ. ზია მეხრიშვილი. როგორ მიხარია ოთახს რომ არ ემონტებ და მოაწყობ ლამაზად. შორე ნასანაკოები, შორე. შენი ხმურობები იქით იყოს და მთელი გულით გილოცავ. გენაცვალ. ნათია ქეთელაური. ძალიან ახლობი ვიტანე ხარ. გილოცავ მანო 10,000 გამომწერს. გისურვებ ბევრ წარმატებას, იმიტომ რომ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესო. ძალიან ბევრჯერ შენ მაყურებამ გადამატანინა ცუდად ყოფნის პერიოდები. აი ასეთ კომენტარებზე მინდა რომ გითხრათ რაღაცები. კიდევ ერთხელ გილოცავ მანჩო, თამო. როგორი წფელიც მოდიხარ, შენ ისეთი წფელი მაყურებელიც ყავდა, ვინც წლებია გიყურებთ. გოგოები ერთი ჭკუისები ვარ, თითქმის შენი მაყურებლებიო. კი. მაია კოჩავა. ყოველთვის სიამოვნებით გელოდები მანან. შენს ვიდეოს რომ ვუყურებ, არავინ არ მელაპარაკება, რამეს რომ მეკითხებიან, არ მცალიაო, სათხარო და მარტყოფში მეთქი. ლალი, წარმატებები. მანო, მზია 10,000. მარინა მარუშაშვილი. წინსვლა და წარმატებები ყველგან და ყველაფერს. ძალიან ბუნებრივი ხარ და მიყვარს შენი ყურება და მოსმენა. მადლობა მარინა. ლალი ჯანიკაშვილი. გილოცავ. მარი აპალიანი. მანო, ძალიან მიხარია შენი წინსვლა. მეც ვაკვირდები გამომწერებს გამიხარ და 10,000 გამომწერი. მადლობა. მანანა გოგინაშვილი. გილოცავ ჭკვიანო გოგო 10,000 გამომწერს. წარმატებები მიყვარხარ გიყურებ გაფასებ. ქეთევან ცინცაძე. გილოცავ. მადლობა. ჯოზეფლა. მეც სულ გიყურებ გილოცავ. გაიხარე. მადლობა. მეც გიყურებ ხოლმე. ნელი ბაცანაძე. გილოცავ ძალო. მართლა კარგი რამე გვაუწყე მართალი ხარ, მე მაგალითად ნანისგან გავიგე შენ შესახებ, ნანასგან. არ გამოვიწერ გიყურებ, მგონია 10 ჯერ და დავწუნდი რომ იყავი რომელიც მე მაბედნიერებდა, მაშინ გამოგიწერე. თუ არა და უკვე მქონდა მიზეზი გამოწერის. მე მიყვარს ჩემი გვარი და ყველა ახობაძეები. მე მგონია რომ ახობაძეები არიან თბილები, კეთილები, შრომელები, პატიოსანი ხალხი. მინდა მჯეროდეს რომ და ვამაყობ ახობაძეებით. მომწონს და მიხარია შენი შვილების წარმატებები. შენს მეუღლეს რო სიგელი გადასცეს, გული ამიფორი აქ და ისე გამიხარ და როგორც ჩემი ბიჭების წარმატებები. მიყვარხარ ჩემო მანარიკო, ღმერთმა მოგცეს ჯანმრთელობა, ბევრი ლამაზი დღეები. მადლობა ნელი და უღრმესი მადლობა. შორენა, ირთამალა გაუმარჯოთ, დღე ირთამალა ვარ მეეცო. დალი ლომსაძეს, გილოცავ საუკეთესო ხარ, მადლობა. ქრისტინე კაბისონია, ქრისტო, გილოცავ წარმატებები, შენ მეც დავიწყე შენი ვიდეოების ყურება და მიხარია ახალ ვიდეოს რო აღმოვაჩენ ხოლმე და წარმატებები შენს. კაი კონტენტია და გააგრძელე. სხვათა შორის ძალიან კარგი იქნება ერთხელ ერთად გადავიღებთ ვიდეოებს და ორივენი დავდებთ. კაი იქნება. ნერვები რაო? ნერვება ინდურაშვილი. ნერვება ინდურაშვილი. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. კინაღა მე მეგონა მე შემეშალა მეტი, მაგრამ მართლა მასე წერია. თამო, გაუმარჯოს, კუთხაშვილი. ინგა გველესიანი, სტიკერებია გამოგზავნილი, მადლობა. თეოლინა, სტიკერია, გულებია. ციალა აბულაშვილი, სტიკერებია და გულებია. მაკა კუროშვილი, რემონტს აკეთებ, მეტი რაღა უნდა გააკეთო. რო თქვი 10,000 კაცზე რა გავაკეთო თქო. ქეთობაი დარაშვილი, ტიკერი დარეჯან ბაქრაძე, სტიკერი ლალი ჯავახიშვილი, სტიკერი ნინო გერმანია. მიყვარს ეს რო მოგმართა. გილოცავ წარმატებები ქეთინო კოლაშვილი.
გილოცავ, წარმატებები მანანა ძალიან მიხარია პირველ დღიდან გიყურებ, შეიძლება ხშირად არ ვაყ კომენტარები, მაგრამ სულ გადიგნებ თვალს. მადლობა. ხათო, მანო, შენ მადლობა რომ მკვდევ ხარ და გვილამაზებ ცხოვრებას, გვახალისებ მოტივაციას, გვაძლევ ბევრჯერ შენ დანახვისას, ჩემი პრობლემები დამიწყებია და იმისთვის დიდი მადლობა შენ და ჩვენ ხუთეულს ვიხდებ ვიზეც ვამბობ, მიყვარხარო. ხათო. ჭონია ეს ყუთი ხმარობენ და სტიკერებია მადლობა ეკა ხაჩიძე ჯერ კიდევ 4 წლის წინ იტალიიდან გიყურებ ეხლა საქართველოსიდან გიყურებ მაგრამ კომენტარები არ მიყვარს რომ დავწერო მაგრამ არც ერთ ვიდეოს არ ვუშვებ რომ არ ვუყურო მადლობა ეკა შორინა როგორი მაყურებელი ვარ შენი მართლა მაინტერესებს რა გიპასუხე სული სამომხდები მეთქი მანო გვიცეკვევა 1000 კაცი ნინო რას მიყურებ შლოტილი მყავ ეთეთში თმაკა გული გამიშდა ტილებს ხორმაცლებს მეტი მაიმუნივით დამაკვირდა გენაცვალე რომ უკბანკს არიღებ უყურე იქნებ მინდა შორინა ბუტურიშვილი არასოდეს გადავიღებ და უკბანკს თუ გადავიღებ მაშინ ჩათვალეთ რომ ვერ ამაქვს საქმე კარგად და გამოწერა გააუქმეთ თედაურმე გაფრთხილ დარეჯან ბაქრაძე მანო გილოცავ კიდევ და კიდევ მოგმატებოდეს გამომწერები მიუხედავად იმის არხის არსებობიდან გიყურებ არ ვარ შენი გამომწერი ძალიან მომწოხარ შენი ოჯახი სულ მოთულად ველოდები შენს გამოჩენს რატომ არ ვარ გამომწერი ვერ გამიგი ეს ჩემი მინუსია გამოვასწორებ რა თქმა უნდა გამოწერით არც არაფერი მოგაკლდება და არც მოგემატება შენ ზედი კარგი პიროვნება ხარ ალალი ლაღი ლამაზი სხეულში ლამაზი სული თქვიათ და შენზეა ნათქვამი ვაიმე დედა ეს რომ მანამდე წამეკითხა რას ვკითხულობდი გადავახდებოდი რაც შეეხება მუკბანკს დღემდე ვერ გამიგია რატომ უნდა აჩვენო ყველას რა სჭამდა როგორ ჭა რა გულის ამრევია როცა უყურებ როგორ თქვრებ ყველაფერს გამოაგორებენ საჭმელს მე არ მომწონს და ვისაც მოწონს უყურს რა ჩემი საქმეა უბრალოდ არ არის ლამაზი მაპატია შენობით რომ მოგმართავ რას იძახით რას ამობ პირიქით მაგრამ ამდენი წელი გიყურებ გისმენ და ჩემად გთვლი კოცნი გისურვებ ყველაფერს საუკეთესო შენ საყვარელი ოჯახით დარეჯა მადლობა ფატი მიქელაძე წარმატებები და ოცნებების ასრულება საუკეთესო დედას მეუღლეს ოჯახის დიასახლეს შორენა სტიკერები ციალა სტიკერები ანო სტიკერები სოსიაშვილი მადლობა და ნუნუ ჯავახიშვილი სტიკერები მადლობა დიდი ამ ყველაფერთვის ბოლომდე ჩავიკითხე კომენტარები ამჟამად ჩემთან რაც არის მოსული სულ ყველა მაქვს წაკითხული მოდი ერთიც გადავამოწმებ იმ ადგილას სადაც ხანდახან იმალება ხოლმე ვიცი როგორ უნდა ვნახო ერთი წამით დამავიწყდა როგორ უნდა ვნახო დამალული კომენტარები აქ არის ყველას ნახვა გამოქვეყნებული და შეჩერებული გამოსახულება აი არაფერია სრულიად სარიელია ჩემთან ამჟამად საერთოდ არაფერი არ არის რომელიც არ წამიკითხე ან არ მიპასუხია ან არ დამიგულებია დიდხანს აღარ გავაგრძელებ იმიტომ რომ იცით რომ ჩემი ვიდეოები მოიცავს 20-25 ან მაქსიმუმ რა ვიცი ძალიან იშვიათად რომ ზაც გადასცეს თუ 1000-ში შევედი ხოლმე მაქსიმუმ არის 20-25 წუთიანი ხოლმე რა სადაც 95% მასე და ამიტომ არც მინდა რომ ეხლა გადავაჭარბო დროს. იმიტომ რომ ეს არის ის დრო რომელიც ყველა დაუთმობს რაღაც მომენტში ყავის დალევისას, მოგზაურობისას, ტრანსპორტში თუ რაღაცა და შეუძლია ადამიანს უყუროს. და ვფიქრობ რომ ნორმალური დროა ესეთი ვლოგებისთვის. ეხლა თქვი მინდა რომ ამ მსგავსი კომენტარით დავამთავრო ეს ვიდეო. ჯერ ის რომ ვიდეოს ვდებ მე არის მოლოდინი კომენტარების და ერთსული მაქვს კომენტარები წავიკითხო. ადრე ძალიან შიშით ვუყურებდი ხოლმე კომენტარებს, იმიტომ რომ მე შინოდა კომენტარების და იცით როგორი კომენტარების. მაგრამ მადლობა თქვენ რომ გამათამამეთ იმით რომ 1000-დან შეიძლება ერთი ან დაიწეროს ან არა ცუდი. ყველა კომენტარი დამეფიცება, არ მიყვარს დაფიცება, მაგრამ შემიძლია თამამად დავიფიცო, რომ არც ერთ კომენტარს
ანუ არ მაქვს რა ქვია ესე რომ ჯერ მე ვნახო და მე თქვენ განახოთ რაც მაწყობს, არა, პირდაპირ მოდის და ძალიან ბევრჯერ თქვენ გინახიათ და მე ძალიან ბევრჯერ გოგოებს დაუსქრინეთ და გამოუგზავნიათ, რომ მანანა კომენტარი არის მოსული, არ გინახია და მიდი პასუხი გაეცი, რაღაცას გეკითხებიან, ან არ დაგიგულებია და ყურადღებას არ მიმიქცე, არ იცი როგორ დამიგვიანია ყურადღების გამოხატვა და გოგოებს უმიყრიან ხოლმე ესეთ კომენტარს, რომ ანუ არ გამოგრჩეს რა, რომ თუდად არ გამოვიდეს, რომ ადამიანი რაღაცა დაფასებაა და რაღაც. ეგ ერთი. და კომენტარებს მართლა ველოდები და ერთსული მაქვს ხოლმე წავიკითხო. და მეორე და ბოლოს გეტყვით ერთს, რომ პირველი ის რომ აი კომენტარი წავიკითხე, სულ გიყურებ, მაგრამ გამომწერი არ ვარო. ძალიან ბევრი მაყურებელი მყავს, რომელსაც არ ყავარ გამოწერილი და არც დაგავალდებულებთ რა სისულელია, იმიტომ რომ YouTube-ზე შეგიძლია ვიდეოს უყურო, მაგრამ არ გქონდეს შენი აკაუნთი და ფიზიკურად ვერ გამოიწერ რა, ესეთი რამე არის. ანუ შენი ხარ ნახულობ, მაგრამ შენ არ გეკუთვნის ის არხი და ვერ გამოიწერ და შენი ოფიციალური არხი არ არის. ეგ ჩვეულებრივი მოვლენა არის და მაგაზე არ არის, ვისაც უნდა გამოიწეს, არავის ვაიძულებ. ვისაც რისის და როგორი შესაძლებლობა აქვს, ისე მიყურებენ მაგისთვისაც უღრმესი მადლობა. და ბოლო. ეხლა წავიკითხე რამდენიმე კომენტარი და ესეთი კომენტარი მოდის ხოლმე ბევრი. ძალიან ბევრი იყო, როდესაც წერდნენ ემიგრანტები, რომ აი თუნდაც სოფლის ხმების, ქათამის, რაღაცა, ანუ იყოს რა ცოტა ხანი, იმიტომ რომ აი პერიოდს მახსენებს, მან ყოფნის პერიოდს წლები 10 წლეულები არ ყოფილი ვართ რაღაცა და ნელა შვილო თავი მომძრა უკვე მომერყა. და ყველაზე მაგარი კომენტარები არის ხოლმე ეს რაღაცა, რომ წერენ რომ ანუ გიყურებ ამდენი ხანია კომენტარი არასდროს არ დამიწერია, მაგრამ ის მძიმე პერიოდი, როდესაც ღმერთმა გიშოროთ ყველას მძიმე პერიოდი, მაგრამ ესეთი რაღაცა მოსულა და არაერთი. მქონია მძიმე პერიოდი, ძნელად გადასაალახი პერიოდი და იმ პერიოდში ერთადერთი რასაც ველოდებოდი იყო შენი გამოჩენა, შენი მოსმენა და დროის იმ ჩემი პრობლემებიდან ცოტა ხანი გამოსვლა და ისეთ მომენტში გაღიმება, რომ ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდიო, რომ იმ დღეს მე გავიღიმებდი. მაგრამ ვიდეოს ყურებისას სრულიად მოულოდნელად ისეთ რაღაცა გითქვია, რომ გამღიმებია, გამცინებია და გადამიხარხარებია კიდეცო და მადლობა შენ ამისთვისო. პირიქით, უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის თქვენ. ბევრჯერ მითქვია, რომ თქვენ ხართ ჩემი სტიმული იმის, რომ მე დღეს ავდგე და ჩავწერო ვიდეო. ჩემი სტიმული ხართ თქვენ, რომ მე დღეს მეოთხე ვიდეო დავდე, თუმცა შეიძლება რომ 4 დღეში მე ერთი ვიდეოც ვერ მოვახერხო ხოლმე. როდესაც სამსახურის თემაა ხოლმე. ახლა და პირიქით მადლობა თქვენ და ღმერთო მაგაზე ბედნიერება არაფერი არ არის, როდესაც ადამიანი გელოდება, იმიტომ კი არ გელოდება, რომ აი აბა ეხა მოდი რა სიტყვის ან რაზე ვის გალანძღავს, ან მოდი ან ვის გავლანძღავთ, ან რა ვიცი, რაღაცა ისეთი არამკითხეური ვიდეოები და რაღაცებს არ მაინტერესებს, ეგენი ვინ რა როგორანაირად. ნინო, ქოჩოლი მიდო პირში? მე მგონი გადამეყლავა. ხო და ისა რაღაცნაირი მოსასმენია რა, რომ მე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეხა მე მაგალითად აი რაღაცა პერიოდი მქონდეს ეგეთი და ანუ რაღაცა ვიღაცას ველოდები, რომ იცვლი მაქვს დადოს ვიდეო, ანუ მაგის ნერვი მაქვს და ესე იგი იმ დონეზე გელოდება ადამიანი, იმ დონეზე ელოდება, რომ იმ ძიმე სიტუაციაში შეიძლება შენ იყო იმისი გაღიმების წყარო და წამიერად ავიწყებ ყველაფერს, ივიწყებს და იღიმის, იცინის. ამაზე მეტი შედეგი, რაც შეიძლება ვიდეომ დადოს, არ არსებობს, ასე რომ პირიქით მადლობა თქვენ და აუცილებლად ამ დღეებში ჩავწერი ვიდეოს, არ დამივიწყებია, უბრალოდ აი გარემო ეს დღეები ხო ის სახლის საქმეების დღეები მაქვს და მინდა რომ სიწყნარე იყოს და რაღაცა ისეთი სიმშვიდ გარემოში ჩავწერო ესეთი ვიდეო, თუ როგორ მოველთ აქამდე. და რა გადაიტანა არხმა და რამდენჯერ დაეცა და წამოდგა.
ამ ყველაფერს ჩავწერ აუცილებლად, ისევ თქვენთან ერთად. შეიძლება ლაივშიც განვიხილოთ ეს მომენტი, არ ვიცი, ვნახოთ რა, არ ვიცი, მაგრამ ვიდეო ყველა ვარიანტში იქნება, ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და მიხარია, რომ დღეს ბევრჯერ მოვახერხეთ თქვენთან მოსვლა. მადლობა თითოეული ლაიქისთვის, თითოეული გამომწერს. მადლობა არა გამომწერს, რომელიც მიყურებს და ფიზიკურად არ აქვს არხი რომ გამომიწეროს. მადლობა იმისთვის, რომ თუნდაც 5 წუთი გიყურებიათ ჩემთვის. მადლობა. ეს დამიჯერეთ ძალიან დიდი დახმარება არხის. და ჩემი мотивაციაც არის, რა თქმა უნდა, რომ მინდოდეს კიდე მეორე ჩავწერო. მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. გაკოცეთ ახლა ძალიან ბევრი ძილინებისას გისურვებთ. ხვალე სავარაუდოდ ისე დილა ადრიან ყავაზე შემოგიერთებთ, იმიტომ რომ ხვალ მართლა დაგეგმილი მაქვს ძალიან ადრე, რადგან საჭმელი გაკეთებული მაქვს და შეიძლება რაღაც ძალიან ისე ლაითად გავაკეთო რაღაცები. დილა ადრიან მოვიდე თქვენთან. წარმატებები და კარგად ყოფნას გისურვებთ ყველას და ძილინებისა.